ამერიკის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოძრაობა ანტიფას ფინანსური ქსელის გამოვლენისა და განადგურებისთვის ფართომასშტაბიან ოპერაციას იწყებს. ამასთანავე სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ანტიფას შესაძლოა უცხოეთიდან და ამერიკული არაკომერციული ორგანიზაციებიდან აფინანსებდნენ. მინისტრის თქმით, ჩინოსნები ადგენენ სიებს და ავლენენ კავშირებს, რომლებიც ამ ორგანიზებული ძალადობის უკან დგანან, რასაც არეულობის დროს გამოყენებული იდენტური აღჭურვილობაც ადასტურებს. ჩვენ თვალს მივადევნებთ მათ ფულს. ამ ჯგუფების ბევრი ნიშანი ერთმანეთს ემთხვევა. მაგალითად, ისინი ზუსტად ერთნაირ ასობით ქოლგას იყენებენ, როდესაც ქაოსს წყვეტენ. იწყებენ ლაზერების გამოყენებას, რომლებითაც ჩვენი პოლიციის დაბრმავებას ცდილობენ. ამ ყველაფერს დიდი ფული სჭირდება. სჭირდება დიდი ორგანიზება და ჩვენ ამის გარკვევა დავიწყებთ. ვაგროვებთ ინფორმაციას, ქმნით ქსელებს და უკვე გვაქვს უზარმაზარი ისტორია. ჩვენ ჯერ არ ვიცით მხარდაჭერის რა ნაწილი მიდის უცხოეთიდან და რა არაკომერციული ორგანიზაციებიდან, მაგრამ ამის გარკვევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ისევე როგორც 11 სექტემბრის შემდეგ თავარი დამნაშავე უსამა ბენ ლადენი დავიჭირეთ, ასევე მოქმედებთ დღესაც ფინანსთა სამინისტროში და ვაპირებთ გარკვევას თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ჩარლი კირკის მკვლელობამ დაუდო ამას სათავე და ჩვენ მტკიცე თქვათ გადაწყვეტილი არამხოლოდ მისი ხსოვნის პატივისცემა, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და სიტყვის თავისუფლების დაცვა ორივე მხრიდან. ჩვენ კონსერვატორებს არ უნდა გვეშინოდეს გამოსვლის და ხმამაღლა ლაპარაკის. ვიცი რომ ადამიანები აუქმებენ გამოსვლებს, ამცირებენ მიტინგების მონაწილეების რაოდენობას. პრეზიდენტი ტრამპი მილიმეტრებში იყო სიკვდილისგან, მაგრამ ის ამან ვერ შეაჩერა და ჩვენც ვერ შეგვაჩერებენ, განაცხადა სკოტ ბესენტმა. უკრაინაში სამხედრო აღრიცხვასა და მობილიზაციაზე პასუხისმგებელმა უწყებამ, ეგრეთ წოდებულმა TCK-მ განაცხადა, რომ უკრაინის იმ მოქალაქეების დაჭერაში, რომლებიც ომში წასვლას თავს არიდებენ, ჩაერთვებიან ფრონტიდან დაბრუნებული მებრძოლები. TCK-ს დაჯგუფებების გაძლიერებას, რომლებიც ქუჩებში ხალხს იჭერენ და კომისარიატებში იძულებით მიჰყავთ, ტერნოპოლსკის ფილიალმა ახალი მიდგომები უწოდა. უკრაინის შეიარაღებული ძალები სამობილიზაციო ღონისძიებებს ატარებენ ახალი მიდგომების თვალისწინებით და სამხედრო ქვედანაყოფების მოზიდვების მოქალაქეებამდე შეტყობინების მისატანად. ასეთი ჯგუფები კომპლექტება სამხედროებისგან, რომლებსაც აქვთ საბრძოლო გამოცდილება და საზოგადოებაში პატივისცემით სარგებლობენ. მათი მონაწილეობა ამ ღონისძიებაში ხელს უწყობს მობილიზაციის პროცესისადმი ნდობის გაზრდას და უზრუნველყოფს კანონიერების დაცვას, ნათქვამია ორგანიზაციის პრეს-რელიზში. ესპანეთის ვიცე-პრემიერმა იოლანდა დიასმა განაცხადა, რომ თუ კი შეერთებული შტატები მისი ქვეყნის წინააღმდეგ დამატებით ტარიფებს შემოიღებს, ეს თავად ტრამპს ზვირად დაუჯდება. მინდა ვუთხრა ბატონ ტრამპს, რომ ეგრეთ წოდებული სასჯელი, რომლის გამოყენებაც სურს მას ესპანელების წინააღმდეგ, თავად ამერიკელებს ძალიან ზვირად დაუჯდებათ. ნება მომეცით აგიხსნათ, რას ვგულისხმობ. ბატონი ტრამპისთვის ერთი ცუდი ამბავი მაქვს. ესპანეთს და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ბალანსი ესპანეთისთვის დეფიციტურია. ამის შეხსენება მისთვის აუცილებელია. ეს კი ძალიან მარტივ რამეს ნიშნავს, რომ თუ კი იგი განაგრძობს ასეთ პოლიტიკას, მაშინ დარტყმას მიაყენებს პირდაპირ ამერიკელებს, კაცებსაც და ქალებსაც. თუ კი ის ამ მუქარას და ამ ზისხის პოლიტიკას ბოლომდე მიიყვანს, დაზარალდება არა ჩვენი ქვეყანა, არამედ დარტყმას მიიღებენ თავად ამერიკელები. ეს ეგრეთ წოდებული სასჯელი ბატონ ტრამპს ზვირად დაუჯდება და კიდევ უფრო მკაფიოდ რომ ვთქვა, თუ კი მსგავსი რამ მოხდება, ესპანეთი დაიცავს თავის საწარმოო დარგებს, განაცხადა იოლანდა დიასმა. სომხეთში ეკლესიასთან ომი გრძელდება. ამჯერად სომხეთის სამოციქულო ეკლესიის 8 მღვდელმსახური დააკავეს. დაპატიმრებულებს შორის არიან საგმოსკის მონასტრის მღვდელი პარენ არაკელიანი და ეპარქიის წინამძღოლი პროშიანი. გარდა ამისა, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის არაგასტონინის ეპარქიაში ჩხრეკა ტარდება. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით დაკავებები ჩატარდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და შეკრებაში მონაწილეობის იძულებაზე, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. გამოძიების დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. ნორვეგიელი მწერლისა და პოლიტიკოსის პოლ სტეიგანის პოპულარულ ბლოგზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ევროპა ურჩხული შექმნა, რომ უკრაინის კრიზისის ომის შემდეგ ევროპას ქაოსით ემუქრება. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ უკრაინაში სოციალური სფეროს და უსაფრთხოების კრიზისი შესაძლოა იმდენად სერიოზული იყოს, რომ ევროპის მთელი კონტინენტი ქაოსმა მოიცვას. უკრაინის არმიის სახლში დაბრუნებული ასობით ათასი ჯარისკაცი ვერ იპოვის დახმარებას, სამუშაოს და მომავლის
სხეულის მიზანს. ამგვარი სიტუაცია ექსტრემიზმისა და ორგანიზებული დანაშაულისთვის ნოყიერ ნიადაგს შექმნის, წერს დეიგანი. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ 2014 წლიდან უკრაინის არმია 2 მილიონმა ადამიანმა გაიარა და მათი უმრავლესობა არანაირ დახმარებას არ იღებს. უკრაინას შესაძლოა გადაიქცეს ქვეყნად, სადაც ძალადობა და დანაშაული ყოველდღიურობა გახდება. შეიარაღებული დაჯგუფებები შეძლებენ სახელმწიფოს ავტორიტეტის შელახვას, რაც საფრთხეს შეუქმნის მთელ ევროპას. ტრამვებს და კორუფციაზე აშენებული ქვეყანა სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს. უკრაინას შესაძლოა არეულობების და სიღატაკის ექსპორტიორად იქცეს ევროპისთვის. უკრაინის კონტროლიდან გასვლას ევროპაში კრიზისის გამოწვევა შეუძლია. ევროპა ებრძვის არა რუსეთს, არამედ საკუთარი გულგრილობის შედეგებს, წერს დეიგანი. ვენესუელელი ნობელიანტი თავისი ქვეყნის ნავთობის ამერიკელებისთვის გადაცემას ემხრობა. ნობელის პრემიის ლევანდელი ლაურეატი მშვიდობის დარგში მარია კორინა მაჩადო დონალდ ტრამპს, რომელმაც ეს პრემია ვერ მიიღო, სთავაზობს ვენესუელაში რეჟიმის შეცვლას და საკუთარი ქვეყნის მთელი ნავთობის გადაცემას შეერთებული შტატებისთვის. დაივიწყეთ საუდის არაბეთი. მე ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ მათზე მეტი ნავთობი გვაქვს და უსაზღვრო შესაძლებლობები. ჩვენ მთელ ჩვენს წარმოებას პრივატიზებას გავუკეთებთ თქვენთვის. ამერიკული კომპანიები მიიღებენ უზარმაზარ შემოსავალს, განაცხადა მაჩადომ. მაჩადოს თავისი ოპონენტები ამერიკის დაზვერვის მშვიდობის ლაურეატს უწოდებენ. მისმა ინიციატივამ ისინი საკუთარ სიმართლეში დაარწმუნა. NBC News-მა თითქმის 150 თანამშრომელი გაათავისუფლა სამსახურიდან. ისინი პასუხისმგებლები იყვნენ შავკანიანების, ლათინოამერიკელების, აზიატების და LGBT თემის საკითხების გაშუქებაზე. ორი წყაროს თქმით, რომლებიც სიტუაციაში ერკვევიან, სამშაბათს NBC News-მა გააუქმა საკუთარი ჯგუფები, რომლებიც ზემოთ ხსენებულ საკითხებს აშუქებდნენ. ეს მნიშვნელოვანი შემცირებაა, რადგან ქსელი ფიკოკი გამოეყოფა თავის მონათესავე ახალი ამბების ქსელს MSNBC-ში. მცირებები ნიშნავს, რომ არხებს NBC BLK, NBC Asian America, NBC Latino და NBC Auti აღარ ეყოლებათ სპეციალური გუნდები, რომლებიც ამ უმცირესობების საქმიანობას გააშუქებენ. კიევის მცხოვრებლებმა საჰაერო თავდასხმის ასაცილებლად თავი მეტროს მიწისქვეშა თავშესაფარს შეაფარეს, სადაც აქცია გამართეს. ზე ჩამოდი, ასე ეძახდნენ უკრაინის პრეზიდენტს და იქ მისვლას თხოვდნენ, რათა ერთად გაეზიარებინათ მისი გამორჩეული პოლიტიკის შედეგები. ამავდროულად ინტერნეტ მომხმარებლებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც ჩანს თუ რა ხდება უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში.